ახლა ჩვენ ახლა ვიმყოფებით რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტრადიციულმა მსვლელობამ პირველი არხიდან აიგო სტარტი და ახლა ისინი მიდიან თეატრალურ უნივერსიტეტთან, სადაც სოლიდარობას გამოუცხადებენ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ეთიკის კომისიამ შეუჩერა სტუდენტების სტატუსი. გავესაუბრები ახლა ადამიანებს, მოგახსენეთ მათ პოზიციებს. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვმუშაობ. თუ შეიძლება შეგვიფასეთ ის, რაც ხდება სტუდენტების გარშემო და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მათ ებრძვით სხვადასხვა მექანიზმებით. აი, რა სცილობს ამით ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, თუ შეიძლება ამაზე მეტი რომ გითხრათ. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამზით ცდილობს ახალგაზრდობას დაუპირისპირდეს, ტერორის ქვეშ მოაქციოს და დაადუმოს სამუდამოდ. მაგრამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ცდება ახალგაზრდობის დაპირისპირებას, მოყვება მათი დასასრული. აი ეს იქნება ბოლო. ახალგაზრდობას ვერავით არის ტერორი ვერ შეაჩერებს. ტერორი დაწყებულია საქართველოში. დღეს ფაქტი ხომ ნახეთ. გუშინ სტუდენტების გარიცხვა. ეს არის სულთა პირველი ხარისხის ბოლშევიზმია, რაც მიდის და ამას სტუდენტებთან ერთად ყველა ასაკის ხალხი აღუდგებით. არ დაუშვებთ. ხალხი გაიმარჯვებს და სტუდენტები გაიმარჯვებენ. ძალიან დიდი მადლობა ერთ-ერთი აქციის მონაწილეს უსმენთ. თქვენ ახლა მე გავესაუბრებით ერთ-ერთ ადამიანს. გამარჯობა, თქვენ ახსენეთ რომ ხართ ერთ-ერთი სტუდენტის დედა. ჩვენთან საუბრისას აი გვითხარით უფრო მეტი ის, რასაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თქვენი შვილის და თქვენი შვილების თანატოლების გარშემო აწყობს ამ ბოლო დღეების განმავლობაში. აი რითი შეიძლება აიხსნას ეს, რაც ცდილობენ ისინი ამ ყველაფერს? ზუსტად იმას, რასაც ვლაპარაკობ და ვამბობთ, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება არის მიტაცებული და როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი თავი გაიმყაროს, იმიტომ რომ უბრალოდ არაფერს რეალურს, არაფერს საფუძვლიანს არ ემყარება მისი იქ-ყოფნა, სადაც არის, მაშინ ხდება ის, რაც გჭირს და ის, რაც ჭირს დღევანდელ მათ გამოვლინებას. ერთ სიტყვი, როდესაც გაქვს პროტესტი, ებრძვი და აპროტესტებ იმას, რასაც აკეთებს რეჟიმი, შეიძლება ესეთი ადამიანებს სისტემა ებრძოდეს და დევნიდეს, მაგრამ ყველაზე მეტად ძულს მორჩილები და თავჩახრილი ადამიანები და ზუსტად მათ მინდა მივმართო, იცოდეთ რომ პირველი ვისაც გამოიყენებს და მე გადაყრის იქნებით ესეთი ადამიანები, არ მინდა რომ ვინმე მოკეთ იბრძოლეთ, ჯობია ბრძოლა, ვიდრე მე უფრო გაწუხებდეს ის რომ შენს თანამემამულეს და შენს თანაკურსას გვერდით არ უდექი. მინდა რომ ახალგაზრდა ხმა მოიღოთ და ერთმანეთს დაუდგეთ გვერდით. მარტო ამისთვის ღირს ყოველი დღე. დიდი მადლობა, თქვენ ისმენთ ერთ-ერთი სტუდენტის მშობლის პოზიციასაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გესმით შეძახილები ყველგან პოლიცია, არსად სამართალი, ცეცხლი ოლიგარქიას, სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს ამ მარშმა, როგორც უკვე გითხარით, სტარტი აიგო პირველი არხიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ახლა ჩვენ მალე ვიქნებით თეატრალურ უნივერსიტეტთან, სადაც ეს ადამიანები გამოხატავენ სოლიდარობას იმ სტუდენტებისადმი, რომლებიც აღმოჩნდნენ ოლიგარქიის რეპრესიების მსხვერპლი. ჩვენ როცა მიუახლოვდებით და უკვე მივალთ თეატრალურ უნივერსიტეტთან, დაგებრუნდებით.